დაუბრუნდეთ ამ პერსონალიების საკითხს და თქვენ ისიც აღნიშნეთ, რომ მისი წინა ფლანგზე, ასე ვთქვათ, გამოჩენა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონი ღარიბაშვილი შეხვდა სწორედ მას. მაგრამ ჩვენ ხომ არ გვავიწყდება ის, რომ იგი იყო იმ პერიოდში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანი, ამიტომ რატომ უნდა ყოფილიყო გასაკვირი პრემიერ-მინისტრის მასთან შეხვედრა, მით უმეტეს, რომ ის იუსტიციის საბჭოს მდივნად პრემიერ-მინისტრს ან პარლამენტს არ დაუნიშნავს, ისინი იგი აირჩია მოსამართლეთა კონფერენცია. იმ დროს, როდესაც სასამართლო სისტემის შიგნით არაერთი დაჯგუფება იყო, ამით გაძლიერდა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერას, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მე მინდა ფუნდამენტურ საკითხზე გესაუბროთ. მუდამ ჩვენი ოპონენტები საუბრობენ პერსონალიების თემაზე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იმჟამინდელი შემადგენლობის მთავარი ამოცანა იყო არა პერსონალიების განდევნა სასამართლო სისტემიდან, არამედ სისტემის გაჯანსაღება, იმისათვის რათა ეჩვენებინა, რომ ერთი და იგივე მოსამართლეთა კორპუსი განსხვავებულ პირობებში შეიძლებოდა განსხვავებულად ემუშავა და განსხვავებული შედეგები და დიახ, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შედეგი და მე ხარ თქვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე ციფრს და ძალიან გთხოვთ არ გამაწყვეტინოთ ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, დავები სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის. ადმინისტრაციულ დავებში თუ ადრე იგებდა სახელმწიფო 47%-ის შემთხვევაში, ამჟამ 2011 წლის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის მონაცემები 64% იგებს მოქალაქე. საგადასახადო დავებში გვაქვს ასევე სერიოზული ზრდა. უფრო მნიშვნელოვანია გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, რომლის ეს რაოდენობა 500%-ით გაიზარდა. 2008-2011 წლებში მხოლოდ 112 პირის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, მაშინ როდესაც ჩვენი საბჭოს საქმიანობის პერიოდში 13-16 წლებში 653 პირის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი. 6-ჯერ და მეტად გაიზარდა. შემცირდა თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა, რომელიც არის სასამართლოების მიერ გამოყენებული სასჯელის სახით. მე არ გადაგღლე დეტალებით, მარტო გეტყვით იმას, რომ 8 და მეტი წელი თავისუფლების აღკვეთა 84%-ით ნაკლებ შემთხვევებში, ასე ვთქვათ, გამოყენებული არის. უფრო ნაკლები სასჯელი, ვიდრე ასე ვთქვათ, არა, მათ თქმევინა ჯერ არ დაიმთავრებია. ძალიან საინტერესოა გირაოს რაოდენობის შემცირება. 2009-2012 წლებში საერთო ოდენობა გირაოსი, რომელიც დაიკისრათ, ასე ვთქვათ, ბრალდებულებს წარმოადგენდა 91 მილიონს. 2013-2016 წლებში მხოლოდ 5 მილიონი. თქვენ თვითონ განსაჯეთ, როგორი დიდი კლება არის. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის და კანონმდებლობის ლიბერალიზაციის დამსახურება. თქვენ გნებავთ, თქვენ მეკითხავთ, თქვენ მეკითხებით რა შედეგი დადო სასამართლო. მე მინდა გაჩვენოთ, რომ იგივე მოსამართლეებმა, რომლებიც ასეთი შერისხულები იყვნენ და მუდმივად არიან ლანძღვისა და კრიტიკის საგანი, უკეთეს პირობებში დადეს გაცილებით უკეთესი შედეგი. სტატისტიკა არის თქვენთვის 2011 სასჯელის სახით ჯარიმის ოდენობა. არა, ძალიან გთხოვთ, ეს მნიშვნელოვანია, შეიძლება თქვენ არ გაინტერესებთ, მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს. მოგისმინეთ, ჩვენ ასეთივე რომ გაუმჯობესებულ შედეგს გვაჩვენებთ. 9 მილიონი იყო დაკისრებული მხოლოდ ჯარიმის სახით, როდესაც 2013-16 წლებში მხოლოდ 48 მილიონი. შემცირებული არის, ასე ვთქვათ, არასრულწლოვანი პატიმრების რაოდენობა და თუ ადრე გავსებული იყო ციხეები არასრულწლოვანი პატიმრებით, დღესდღეობით მხოლოდ 46 პატიმარი იხდის სასჯელს. შემცირებულია განუზომლად იმ შუამდგომლობათა რაოდენობა, რომელსაც სასამართლო აკმაყოფილებს. შუამდგომლობების 84% არ კმაყოფილდება სრულად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. ამას ვერ მივხვდით მასალები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ ადრე პატიმრობა წარმოადგენდა აღკვეთის ღონისძიებების 75%-ს, დღეს იგი შემცირებულია 50%-ად. მადლობთ ამ სტატისტიკისთვის. მოდით ბატონო მიცეთ შესაძლებლობა გითხრათ თქვენ, აი რაც ახლა თქვენ გითხარით, ეს არის თუ არა მისთვის დასტური, რომ იგივე შემცირებული არის დიახ, უკეთესად ემუშავა თავისუფლად. კარგი მაჩვენებელი და ინდიკატორია, თუ წინა წლებში 8-11 წლებში 4660-ში ვარ იყო წარგზავნილი საქართველოდან, ამ ბოლო
4 წლის განმავლობაში მხოლოდ 415 საჩივარია. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაკმაყოფილებულობის ხარისხი არის გაცილებით მნიშვნელოვანი. სხვათა შორის ჩვენ გვაქვს კვლევა იმასთან დაკავშირებით, როგორ აღიქვამენ უშუალოდ პროკურორები, ადვოკატები ან მოსამართლეები სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს. და აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა, ეს ჩაატარა კონსტიტუციის 52 მუხლად და ესე ძალიან საინტერესოა. მე მგონი ჩვენ ვსაუბრობთ იუსტიციის საბჭოზე, კონსტიტუციურ ორგანოზე, მის ისტორიაზე, დამოუკიდებლობაზე და ასე შემდეგ. ეს სტატისტიკა მოიხმო როგორც პოზიტივის შემცველი მათი საქმიანობის. გამოდგება თუ არა ამაზე ვიმშელოთ ახლა. წარმოიდგინეთ, ამ გადაწყვეტილებებს თითოეულს და უფრო მეტი შეიძლება მე ამაზე ვწუხარ უბრალოდ. ამ გადაწყვეტილებებს იღებენ მოსამართლეები, კონკრეტული მოსამართლეები, დამოუკიდებლობა, რომლებსაც აქვთ გაცნობიერებული და კანონით მინიჭებული და ამავე დროს არსებული კანონის ფარგლებში. ერთი მაგალითი ქალბატონმა ევამ მოიხმო აღკვეთის ღონისძიებების თემა. კი ბატონო, იგივე ეგრეთ წოდებული შეკრებითი საშუალება. კი, მაგრამ კანონი თუ შეიცვალა და ის მოსამართლე დამოუკიდებელი, ეს შედეგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე სამსჯელოდ, ასე ვთქვათ, ამაში არ შევდივარ. ბოდისკი შეიცვალა აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ქალბატონი ნონა ფილაური ადვოკატი მინდა წავიდგინოთ, კი ბატონო. შეიცვალა. ხო, აი ნახეთ, რა კარგი რამე. არა, იცით, ბოდისკი ღონისძიებასთან დაკავშირებით. პატრიცია ქალბატონო, ჩემო კოლეგავ. ანუ კანონი შეიცვალა, მიდგომა შეიცვალა და იუსტიციის საბჭოსადაა. არა, სასამართლო მიიღო ეს გადაწყვეტილება. უფრო დამოუკიდებელი პროკურატურა. თქვენ როგორ უზრუნველყავით იმათი უფრო დამოუკიდებლობა? ეს ჯერეთი პოლიტიკური კლიმატი შეიქმნა ასეთი, რომ მოქმედმა პოლიტიკურმა ძალამ აბსოლუტურად მოხსნა ყოველგვარი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური წნეხი. მოსამართლეებმა თავი იგრძნეს დამოუკიდებლად. ჩვენ თვითონ შეურაცხყოფა სხვა არ აყენებთ, რას ქვია, იგრძნო. რა თქმა უნდა, მათ იგრძნეს ძალიან მაღალი ხარისხის. იუსტიციის საბჭოს წევრი ბრძანდება და თქვენი კოლეგები არიან, ჩემი კოლეგები. არ შეიძლება ჩვენ, როდესაც ახალი შემადგენლობა მივედით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ჩავატარეთ შეხვედრა მოსამართლეებთან სასამართლოებისა თუ რეგიონების მიხედვით და ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, რაც ჩვენ ვუთხარით მოსამართლეებს, იყო ეს: თქვენ ბოლოს და ბოლოს უნდა შეიგრძნოთ და იყავით აბსოლუტურად ასე ვთქვათ, მტკიცეთ და გჯეროდეთ, რომ თქვენ ხართ დამოუკიდებლები, რომ ვერავინ თქვენ ვერ გეტყვით საყვედურს იმ გადაწყვეტილების გამო, რომელსაც თქვენ მიიღებთ თქვენი შინაგანი რწმენით და გჯეროდეთ, რომ თქვენ ვერ დაკარგავთ სამსახურს იმის გამო, რომ მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს უკაცრავად ეს არის თანდათანობით ხო არ არის რეალურად. ჩვენი ვალდებულება იყო ის, რომ სასამართლო კორპუსს თავი ეგრძნო დამოუკიდებლად და ის გადაწყვეტილება მოსამართლე კანონს რო ემორჩილება თვითონ თუ ვერ გძნობს თავს დამოუკიდებლად დაქცეული ყოფილა ეს ქვეყანა. მოსამართლეებში არსებობდა სერიოზული შიში ამისა. რა თქმა უნდა, არსებობდა გარკვეული შიში. ამას ეუბნებით დღესაც მოსამართლეებს საჯარო აკადემიურია. ეს არ შეიძლება ამისკენ მოსამართლის მიმართ, რომელსაც მათ გამოიტანა გადაწყვეტილება, იყო მიღებული სხვადასხვა ზღომები. მაგალითად, ისინი იყვნენ გაძევებულები სხვა სასამართლოში, ჩარიცხულები რეზერვში. ან იყო სისხლის სამართლის საქმეები სერიოზული და ჩვენ ამას ყველაფერს ბოლო მოუღეთ. აი ჩვენ სწორედ საბჭოს დამსახურება და საერთო ვითარების დამსახურება